საქართველოს ხელისუფლებამ მზად არის ეუთოსთან განიხილოს ყველა თემა, მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ორმხრივ თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მთავრობა დიალოგისათვის ყველასთან ღიაა. უკვე მეორე დღეა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოშია. მაღალი რანგის სტუმარი ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს უსმენს. სოფო ბერიძე კი ამბობთ. ცდილობს მათ შორის ასამბლეის ხელმძღვანელობა რომ გაერკვიოს თავად სიმართლეში და ის თავსმოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც ბრუსელიდან გვესმის ქართული ხალხის წინააღმდეგ არ მიიღონ უკრიტიკოდ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტისას თქვა ის, რაც ამ ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას. საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან შეხვედრების მიზანი დიალოგის გაგრძელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც როგორც პირველი კანონმდებელი ამბობს, ზოგიერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს იმიჯის შესალახად იყენებს. სამწუხაროდ მიუხედავად იმ პირობისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, რომ მათთვის სახელმძღვანელო იქნებოდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, ჩვენ აქ მოგვატყუეს და ნაცვლად ამ დასკვნის საფუძველზე საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებისა, ჩვენ ბრიუსელის მხრიდან ნახეთ ცდილობა, რომ წაქეზებული იყო რადიკალური დღის წესრიგი. ჩვენ გავართ სიმართლეზე, ეს არის ჩვენი მყარი და მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დღემდე ვერავინ ვერ მოარყია, იმიტომ რომ შესაძ დგახარ სიმართლეზე, იქ შეუძლებელია, შეიძლება მოკლევადიანი ხელოვნური პრობლემები ვინმე შეგიქმნას, მაგრამ შეუძლებელია ხანგრძლივად ვინმე შეძლოს სიმართლის დამალვა. ეს კადრები მედიამ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გადავიღეთ, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საინტერესო და გულწრფელი უწოდა. მაღალი რანგის სტუმარი თბილისურ ვიზიტს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს, მანამდე აპირებს ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს მოусმინოს. ახლა აქ ვარ როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. ძალიან ნაყოფიერი და გულახდილი შეხვედრა გქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებზე. განვიხილეთ ამ ქვეყნის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვის მექანიზმთან კავშირში არ არის. მეტიც ეს ის სტუმრობაა, რომელიც გასულ წელს გარკვეულმა ძალებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს. დაგვიანებით, მაგრამ მაინც ეუთოს დელეგაცია თბილისშია. ამას არანაირი კავშირი არ აქვს მოსკოვის მექანიზმთან ან ნებისმიერ სხვა თემასთან, რომელიც შეიძლება ვინმეს ეგონოს. ეუთოსთვის, როგორც ორგანიზაციისთვის, რომლისთვისაც მთავარია უსაფრთხოების საკითხები, მათთვის ასევე პრიორიტეტულია საქართველო, იმიტომ რომ საქართველო არის ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც უკრაინის მიმართ, ასევე საქართველოს მიმართ არის განსაკუთრებული ინტერესი, რადგან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. საკმაოდ ღია დიალოგი იყო, რასაც მივესალმები, იმიტომ რომ ღია დიალოგი არის სწორედ იმის საწინდარი, რომ ეს თუ აღქმები, რომელიც საქართველოს შესახებ არსებობს, გაფანტული იყოს. პარლამენტიდან სტუმრებმა სასტუმრო რედისონში გადაინაცვლეს, სადაც ეუთოს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციისა და ქუჩის ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ. ხვალ საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მთავრობის ადმინისტრაციაში მივა. პრემიერ-მინისტრის გარდა ხვალვე მათ საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს. ჩვენ ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომლებიც ვითარდება ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის, ბუნებრივია ყველასთან და გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის მანდატის შესაბამისად გუშინ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც განგრძობით რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებს გაეცნო.